არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული სურვილის მიუხედავად პარტია ლელო ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კვლავ უარს აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაზე. ოპოზიციის ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართონ. შეგახსენებთ, რომ 8 პოლიტიკოს საქალაქო სასამართლომ 8 თვემდე პატიმრობა შეუფარდა და თანამდებობის 2 წლით დაკავება აუკრძალა. მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის დარღვევა და პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ედევათ. მოცემულობა არის ასეთი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, ჩადიან დანაშაულს, შეგნებულად აკეთებენ და დრავენ ავნაბიც, თუმცა იმისთვის, რომ იყოს საბოლოო ჯამში მათთვის შანსი ბოლომდე მიცემული, რომ არჩევნები მათმა პარტიებმა სრულყოფილად ჩაატარონ წინა საარჩევნო პროცესს გულისხმობ, მათ ეძლევათ ეს უნიკალური შანსი. წესით ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ვისაც სურს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამ შანსით უნდა სარგებლობდეს და რა თქმა უნდა წერდეს შესაბამის განცხადებებს. თუმცა ის გამოხმაურება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადის შემდგომ, ერთ რამზე მეტყველებს, რომ რადიკალებს არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ პრაქტიკულად მათ დესტრუქცია სურთ ჩვენს ქვეყანაში. ბატონი პრეზიდენტის ყაველაშვილის ეს ინიციატივა მისასალმებელია. ამით კიდევ ერთხელ ხდება ილუსტრაცია ამ რადიკალებისთვის და მათ შორის მათი პატრონებისთვის, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ თურმე ქართულ ოცნებას ეშინია, რომ ოპოზიციასთან დამარცხდება და ამიტომ დაიწყო დაპატიმრება აი ამ რადიკალების ლიდერების. კი ბატონო, აგერ ბურთი და მოედანი. შეინანიეთ, განცხადება დაწერეთ, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. დაკმაყოფილდება თქვენი ნება-სურვილი. ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავისი ხარდამჭერე თუ ვინმე შემორჩათ, რომ მათი აზრი და ხმა გააშღერონ არჩევნებში და მოიპოვონ ხარდაჭერა. თუ არ სიტყვენ ამაზე, ეს იქნება კიდევ ერთხელ დასტური იმასაც ჩვენ ვამბობდით, რომ იმდენად ჩაფლავებულები არიან, იმდენად უსუსურები არიან, რომ მათ არჩიეს აი ამ სამარცხვინოდ არჩევნებზე წაგებას, რომ ციხისთვის შეეფარათ თავი.